ევროკომისიამ კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით საქართველოს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის მსოფლიო რეიტინგით მე-17 ადგილი დაიკავა ჩვენმა ქვეყანამ 100%-იანი სისტემით დაიმსახურა 92%. საქართველოს უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს და სხვა განვითარებულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, ბრიტანეთს, ამერიკას, კანადას, ესპანეთს, ბელგიას, ირლანდიას, პორტუგალიას, ლატვიას, კვიპროს, უნგრეთს, ჩეხეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, ავსტრალიას, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი განმარტების მიხედვით ზომავს კრიმინალური დანაშაულის გავრცელებას ქვეყანაში და ასევე ადამიანების ზოგად აღქმას უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისიც არის ამერიკაში. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, ნამდვილად ეს სხვადასხვა ტიპის დანაშაულთან ბრძოლა იქნება თუ კანონის უზენაესობის დაცვა, განუხრელად დაცვა, ეს იყოს საქართველოში და რაც თავარია, რაც ამ კვლევებით ასევე იზომება, მოსახლეობა თავს გრძნობდეს დაცულად ნებისმიერი დანაშაულის მიმართ. მაგრამ ყველაზე მეტად ალბათ ვისაც უნდა უთხრას, ის არის ევროკომისია და იმედია თავისივე კვლევებს ევროკომისია კითხულობს, თავისივე კვლევებს იმედია გაითვალისწინებენ. სამწუხაროდ აქამდე რასაც ჩვენ ხედავდით ხოლმე მსგავსი კვლევებთან დაკავშირებით იყო რომ ასეთ კვლევებს გვერდზე გადადებდნენ და ისევ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად იღებდნენ ხოლმე, აწარმოებდნენ საკუთარ პოლიტიკას. იმედია მომავალში ჩვენ სწორედ ვიხილავთ აი სწორედ ასეთი კვლევების საფუძველზე გაკეთებულ გადაწყვეტილებებს. კვლევაზე დაფუძნებულ მიგნებებსა და კაია კალასის ჰაერიდან მოტანილ განცხადებებს შორის აი ეს წინააღმდეგობები რო არსებობს, ამას ურჩუმდებიან, ხმას არ იღებენ, ეს აჩვენებს სინამდვილეში, რომ გვაქვს საქმე არაჯანსაღ მართვასთან ევროკავშირის და ეს არაჯანსაღი მართვა უკვე ძალიან კარგად ჩანს ბევრისთვის თვითონ ევროკავშირის შიგნით. შეუძლებელი არის ბრიუსელის ამგვარი მართვის პირობებში რაიმე პერსპექტივა კონდეს ევროკავშირს როგორც ერთიან სივრცეს, ვინაიდან ხედავთ აბსოლუტურად არაკვალიფიციურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დამოკიდებულებას. კიდევ ერთხელ, როდესაც ბრიუსელში წამყვანი ძალები არიან ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ გამოკვეთილად მტრული პოლიტიკა ქართული ხალხის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხაიქ სიკეთეს არ ველით არანაირს.